მოგესალმებით, შემოძრიფესებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და მოდი გავაკეთოთ ესეთი საჯარო გაშლა, როგორი იქნება ნოემბერი ლომებისთვის. მანახოთ რა ენერგიები შემოდის, რა ენერგიები გვტოვებს, რა ტენდენციები იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი ლომებისთვის ნოემბერი. მაშ ასე, ზოგადი ენერგია, რა ენერგიაში ხართ. ვაუ! აქ ბევრი თქვენთაგანი ახალი ურთიერთობების დაწყების ეტაპზეა. აქ ბევრი თქვენთაგანი პირიქით, სადაც იყო ურთიერთობები ქორწინების ეტაპამდე მიდიხართ. ახალი ნაბიჯები, ახალი საქმე, ახალი ურთიერთობები, ახალი კონტრაქტი. ნახე, ყველაფერთან ერთად შემიძლია გითხრათ, რომ ნოემბრის თვე იქნება ძალიან ბევრი ახალი ენერგიის დასაწყისი ლომებო თქვენთვის. ძალა მოდის იმპერატორები, ზოგადად ძალიან დიდი სიძლიერის მქონე ადამიანები არიან და მათ შორის ლომებიც არიან ყოველთვის უყვართ პირველობა, უყვართ იყვნენ სადავეში, ამიტომ ნამდვილად მოდის უზარმაზარი ძალა და რესურსები თქვენთვის, იმიტომ რომ ეს ენერგეტიკულად უკვე გაქვთ დაბადებიდან. არის წინააღმდეგობები, რასაკვირველია, აი თითქოს ბრძოლებში ხართ საკმაოდ დიდი ხანია, აგვირდებით ტენდენციებს თქვენს ირგვლივ არსებულს, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. აქ ბევრ თქვენთაგან იყო ქალთან კონფლიქტი, გაციებული კონფლიქტია. ნახეთ, აი როგორ არის იცი, გაბრაზებული ქალის ენერგია მოდის. შესაძლებელია თქვენ ხართ ვინმეზე გაბრაზებული და ხმალს იქნებთ, შესაძლებელია თქვენ მამაკაცი ხართ და თქვენი ქალბატონი იქნებს ხმალს. აი ნახეთ, რაღაცა დისკომფორტი ურთიერთობაში, კონფლიქტური ენერგია ნამდვილად არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ საბოლოოდ ინგრევა ან სრულდება რაიმე. არავითარ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განიცდით ამას და დეპრესიული ფონიც არსებობს პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, ყველასთან არ არის საკურველია, საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არ ეზონირდება მეგობრებო. აქ არის დამოკიდებულებები, ნახეთ, ენერგეტიკული. თითქოს ეს ორი ადამიანი, ეს წყვილი, იმდენად ხართ მიჯაჭვული ერთმანეთზე, რომ მის გარეშე არსებობა, ნაბიჯები, სუნთქვა, აი ესეთი ენერგია მოდის, დამოკიდებული ძალიან მკაფიო ცხვის ენერგიაზე. ამიტომ ცოტა ეს გიქმნეთ დისკომფორტს, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ხართ, მიუხედავად იმისა, რომ გიყვართ პირველობა, ლიდერობა ურთიერთობებში, საქმეში და ასე შემდეგ, აქ არის რაღაცა ისეთი მომენტები, რომლის გაშვებაც არ შეგიძლიათ და სამწუხაროდ ეს გიქმნით ძალიან დიდ შეზღუდვებს. მოდი განვიხილოთ ეხლა მსგავსი ტენდენცია. სადაც არის აი ეს ცოტა კონფლიქტური გაურკვეველი სიტუაციები პირად ურთიერთობებში, რამდენად სწორად გადალაგდება. ნამდვილად ფუნდამენტური ცვლილებები, აი ფუნდამენტური ცვლილებები იმ გრევებში, სადაც აქამდე იყავით მოყოლილი ეს პირად ურთიერთობებს უკავშირდება შემოძრიფესება, ბევრი თქვენთაგანი საბოლოოდ ასრულებს, იმიტომ რომ ნახეთ კოშკის ენერგია საკმაოდ მძიმე ენერგია. აი კონფლიქტური ენერგია, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ გრძელდება უკვე დიდი ხანია, დაახლოებით 5 თვის ტენდენციას განვიხილავთ შემოძრიფესება, იქ უკვე ყველაფერი სრულდება აბსოლუტურად. მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი გამარჯვება თქვენი, იმიტომ რომ თქვენ აქ ხელახლა იბატებით, ვგიშდები რვიან კვერთხებზე, აი ცით როგორი აღქმა მაქვს გამხმარ ტოტებზე ახალი გამოსული სიცოცხლე, ეს ზუსტად ახალი ნაბიჯები, ახალი ენერგია, ახალი სიცოცხლე მოდის თქვენთვის. ეს არის გამარჯვების არკანი, ექვსენი კვერთხებით. შეხედეთ როგორ გეგებებათ ხალხი ტაშით, დრო შეგიჭირავთ ხელში და ეს გამარჯვების ცხენია. ნიშნავს იმას, რომ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით მკაფიოდ ნებისმიერ სიტუაციაში ხართ თუ არა პარტნიორობაში, ხართ თუ არა მეორე ნახევარი, მეუღლე არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიცია გიჭირავთ შემოძრიფესებო, აქ საკმაოდ მკაფიოდ მოდის გამარჯვებები. თუ კი დასასრულია, ეს ნიშნავს, რომ უკვე დიდი ხნის უკან დაგესრულებინათ ურთიერთობა და ეს ერთგვარად უზარმაზარი გამარჯვებაა თქვენთვის. თუ კი ეს ახალი პარტნიორია იმ ნგრევების შემდეგ, რომელშიც საკმაოდ დიდი ხანი იმყოფებოდით შემოძრიფესებო, მაშინ გეტყვით იმას, რომ ეს ურთიერთობა ღირდა ამად, ამ ლოდინად, იმიტომ რომ აქ საოცარი გამარჯვებები მოდის პირად ურთიერთობებში ნებისმიერი თვალსაზრისით შემოძრიფესებო, დეტალებს აღარ განვიხილავ. კარგი, მოდი ვნახოთ ეხლა ფინანსური საკითხები, როგორი იქნება ლომებისთვის ფინანსები. მზე ნიშნავს ძალიან დიდი სიხარულის ენერგიას, მზე ნიშნავს ძალიან დიდ რესურსებს, მზე ნიშნავს დიდ მონეტასაც, ამიტომ აქ ფინანსური საკითხების საკმაოდ მკაფიოდ გადალაგება მოხდება შემოძრიფესებო. ქალბატონებისთვის განსაკუთრებით ეს არის დაკავებული თანამდებობა, ეს არის სამსახური, პოზიცია და ასე შემდეგ. შეთავაზება გექნებათ უახლოეს 4 პერიოდში. ნახეთ 4 კვირის ტენდენცია შეიძლება განვიხილოთ და ნოემბრის 4 რიცხვიც დაახლოებით 4-24 რიცხვები. აქ რაღაცა შემოთავაზება გექნებათ ფინანსთან დაკავშირებით, სამსახურთან დაკავშირებით, საკმაოდ საინტერესოა და თუ განიხილავთ დეტალურად ამ საკითხს, არ იქნება ცუდი და ურიგო, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი შანსები მოდის. შანსები იმისთვის, რომ აი ეს ფინანსური კრიზისები, რომელშიც იმყოფებოდით და თითქოს ჯონგლიორობა ხდებოდა, გადალაგება და აი ნახეთ გადანაწილება იმ თქვენი ფინანსური საკითხების ზუსტად აი ამ გაურკვეველი რვიანიდან გამოგიყვანთ ფინანსებს გულისხმობ. ძალიან კარგი ტენდენციებია ამ თვალსაზრისითაც ლომებისთვის. მოდი ვნახოთ ეხლა ჯანმრთელობა. ჯანმრთელობის თვალსაზრისით რა ხდება ჩვენთან?
მოკლედ ლომებო, აი ლომი ამოვიღე, მოკლედ ყველაფერი თქვენ ხელშია. აქ ჩემრთულობასთან დაკავშირებით თუ იმესთან იყო რაღაცა პრობლემატური სიტუაციები დამერწმუნეთ, რომ აბსოლუტურად გამოდიხართ. ნახეთ, თუ ვინმე გრძნობდით, აი დაღლილობას, უენერგიობას და ასე შემდეგ, პირიქით, ისეთი ძალა მოდის ნოემბერში თქვენთვის, რომ მოკლედ მთებს გადადგავთ. ამიტომ წარმატებებს გესურვებ ჩემო დრუფესებო, ძალიან მიყვარხარ და დროებით მომავალ შეხვედრამდე არ დაგავიწყდეთ ლაიქი და არხის გამოწერა. მადლობა, დროებით.